დეკლარაციების ყოველთვიური ჩამონათვალიდან აირჩიეთ გადასახადის სახე საშემოსავლო. აირჩიეთ შესაბამისი პერიოდი და ახალი დეკლარაციის შესავსებად გააქტიურეთ ღილაკი ახალი დეკლარაცია. სისტემა ეკრანზე გამოიტანს დეკლარაციის ფორმას შესაბამისი პერიოდის მითითებით. დეკლარაცია შედგება 5 ნაწილისაგან. განვიხილოთ მათი შევსების წესი. დანართი A საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემები. შემოსავლის მიმღებ პირთა კატეგორიის ველში მონაცემის შესატანად მაუსის დახმარებით გააქტიურეთ თავად ველი. სისტემა ავტომატურად გამოიტანს დამხმარე ფანჯარას, რაც წარმოადგენს შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორიის არჩევს. გამოიყენეთ ქვედონეებად ჩაშლის ღილაკი და ჩამონათვალიდან აირჩიეთ შესაბამისი ტიპი. გაითვალისწინეთ, შემოსავლის მიმღებ პირთა დასახელების ველი სისტემის მიერ დალუქულია გარდა არარეზიდენტ პირებზე განაცემების არჩევანისა. არარეზიდენტი პირის შემთხვევაში შემოსავლების მიმღებ პირთა დასახელება უნდა შეიტანოთ ხელით. მიუთითეთ გაცემის თარიღი ელექტრონული კალენდრის დახმარებით. აირჩიეთ განაცემის სახე სისტემის მიერ შემოთავაზებული ჩამონათვალიდან. შეიტანეთ განაცემი ლარებში. მიუთითეთ შეღავათის ოდენობა ასეთის არსებობის შემთხვევაში. წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის პროცენტული ოდენობა მიუთითეთ ციფრებში. გადასახადის ოდენობას სისტემა დაითვლის ავტომატურად. შეტანილი მონაცემების წასაშლელად გააქტიურეთ ღილაკი გასუფთავება, ხოლო ჩანაწერის დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. უკვე დამატებულ ჩანაწერში ცვლილებების შესატანად გააქტიურეთ ღილაკი ლუპა, ხოლო დამატებული სტრიქონის წასაშლელად შესაბამისი ღილაკი წაშლა. სისტემა ასევე საშუალებას გაძლევთ მონაცემების დასამატებლად გამოიყენოთ ფაილის ატვირთვის სერვისი, ანუ განახორციელოთ იმპორტი. ფაილის ნიმუშის ჩამოსატვირთად გააქტიურეთ ღილაკი ექსპორტი. ფაილის სწორად შევსების მიზნით გამოიყენეთ დამხმარე ფაილები ნიმუში და მონაცემები. ყურადღება: ფაილის ფორმატი არ შეცვალოთ და დაიცავით მისი შევსების წესი. გააქტიურეთ ღილაკი იმპორტი და გაიარეთ ფაილის ატვირთვის სტანდარტული პროცედურა. ატვირთეთ თქვენს მიერ უკვე შევსებული XML ფორმატის ფაილი. სისტემა გამოიტანს ახალ კონტექსტურ ფანჯარას ატვირთვის შედეგი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენი მონაცემი აიტვირთა და რამდენი არა. ამავდროულად სისტემა გაძლევთ საშუალებას იხილოთ ხარვეზის მიზეზები. ხარვეზის შემთხვევაში გამოასწორეთ იგი და ხელახლა გაიარეთ ატვირთვის პროცედურა. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკის შემდეგ ან სასურველი დანართი. დანართი B ძირითადი ნაწილი 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდებში გაუცემელ ანაზღაურებებზე დარიცხული სოციალური გადასახადის გაანგარიშება. პირველ რიგში მიუთითეთ 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებები, რომლებზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი. მეორე ველში შეიტანეთ 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან მის შემდეგ პერიოდებში გაცემული თანხის ოდენობა. დანარჩენ ველებში მონაცემებს სისტემა ავტომატურად გადმოიტანს ამავე დანართის მეორე ნაწილში რიგით მესამე ჩანართში შეტანილი მონაცემების მიხედვით. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკი შემდეგ. დანართი B მეორე ნაწილი საანგარიშო პერიოდის განაცემების შესახებ ინფორმაციაში შეიტანეთ გაცემის თარიღი ელექტრონული კალენდრის გამოყენებით. აირჩიეთ განაცემის სახე სისტემის მიერ შემოთავაზებული ჩამონათვალიდან. შეიტანეთ განაცემის თანხა ლარებში. სოციალური გადასახადის ოდენობას სისტემა დაითვლის ავტომატურად. შეტანილი მონაცემების წასაშლელად გააქტიურეთ ღილაკი გასუფთავება, ხოლო სტრიქონის დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. უკვე დამატებულ ჩანაწერში ცვლილებების შესატანად გააქტიურეთ ღილაკი ლუპა, ხოლო დამატებული სტრიქონის წასაშლელად ღილაკი წაშლა. მონაცემების ფაილის ატვირთვა, ანუ იმპორტის ფუნქცია გამოიყენეთ წინა მაგალითების მსგავსად. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკის შემდეგ ან თავად დანართი. დანართი G წარმოადგენს დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადასახადის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის რეესტრს, რომელიც ექვემდებარება აღდგენას. შეიტანეთ დაქირავებული პირის პირადი ნომერი. არარეზიდენტი პირის შემთხვევაში სახელი და გვარი შეიტანეთ ხელით. მიუთითეთ დაქირავებული ფიზიკური პირისთვის დაბრუნებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა. შეიტანეთ დაკავების ანგარიშო პერიოდი, წელი და თვე. ელექტრონული კალენდრის დახმარებით მიუთითეთ დაბრუნების თარიღი. შეტანილი მონაცემების წასაშლელად გააქტიურეთ ღილაკი გასუფთავება, ხოლო სტრიქონის დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. უკვე დამატებულ ჩანაწერში ცვლილებების შესატანად გააქტიურეთ ღილაკი ლუპა, ხოლო დამატებული სტრიქონის წასაშლელად ღილაკი წაშლა. მონაცემების ფაილით ატვირთვა, ანუ იმპორტის ფუნქცია გამოიყენეთ წინა მაგალითების მსგავსად. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკი შემდეგ. ძირითადი ნაწილის ველებში შეიტანეთ მონაცემები მათი დასახელებების შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ 39 ველში სისტემის მიერ ავტომატურად გადმოიტანება პირველ ჩანართში 1-1, 1-2-1, 1-2-2, 1-3, 1-4, 3-2, 3-4 ნუმერაციით განსაზღვრული შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორიების მიხედვით შეტანილი მონაცემების ჯამური მნიშვნელობა. ხოლო 56 უჯრაში კი 3-1, 3-3 და 2-ით განსაზღვრული შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორიების მიხედვით შეტანილი მონაცემების ასევე ჯამური მნიშვნელობა. 57 უჯრაში სისტემის მიერ ანგარიშება 39 და 56 უჯრების ჯამური მნიშვნელობა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ 47-1 და 47-2 უჯრებში ჯამურად შეტანილი მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს 57 უჯრის მნიშვნელობას. ასევე, სისტემის მიერ დაითვლება 27 უჯრის მნიშვნელობა, რაც შეადგენს 22-დან 32 უჯრების ჩათვლით ჯამურ მნიშვნელობას. 33 უჯრის მნიშვნელობა 34-დან 38 უჯრის ჩათვლით. მე-40 უჯრის მნიშვნელობა 41-დან 47-ის ჩათვლით. 42 უჯრის მნიშვნელობა 49-დან 54 უჯრის ჩათვლით. ძირითად ნაწილში მონაცემების შეტანის დასრულების შემდეგ გადადით შედეგის გვერდზე. ამისათვის გააგვტიროთ ღილაკის შემდეგ ან შედეგი. დეკლარაციის გადაგზავნამდე დაათვალიერეთ თქვენს მიერ შეტანილი მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში განახორციელეთ სასურველის ცვლილება რედაქტირება. დეკლარაცია შეგიძლიათ შეინახოთ. ხოლო თუ დარწმუნდით შეტანილი მონაცემების ისტორიაში, მისი გადაგზავნის მიზნით გააქტიურეთ ღილაკი გადაგზავნა. წარმატებულად განხორციელებული გადაგზავნის შემთხვევაში სისტემა გამოიტანს შესაბამის შეტყობინება, სადაც მითითებული იქნება ფორმის სარეგისტრაციო ნომერი. აქვე შეგიძლიათ განახორციელოთ გადაგზავნილი დეკლარაციის ფორმის ბეჭდვა, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ ღილაკი ბეჭდვა. გისურვებთ წარმატებებს.